დაინტერესდი მუსიკით, იმიტომ რომ დედამ ყავს მუსიკოსი და ჩემს სახლშიც გავიზარდე სულ მუსიკა ტრიალებდი. დაინტერესდა კონკრეტულად ელექტრონული მუსიკით. დაახლოებით ალბათ მე-6-7 კლასში ვიქნებოდი, რომ დაინტერესდი. ჩემთვის ბევრი საინტერესო ჯგუფი და ძალიან დიდი აღმოჩენა გავაკეთე იმ პერიოდში, იმიტომ რომ ადამიანი ვიყავდა გვერდით ისეთი, ანუ ჩემი მეგობრის მამა, რომელიც უსმენდა იმ დროისთვის ძალიან ხარისხიან მუსიკას. ესენი იყვნენ Pink Floyd, Deep Purple, Led Zeppelin და ასე შემდეგ. აი ამ ჯგუფებმა გააღვია ჩემში ან ზოგადად მუსიკისადმი სიყვარული და კონკრეტულად ელექტრონული მუსიკისადმი სიყვარული ალბათ უფრო სკოლის დამთავრების ბოლო წლებში დამეწყო. ჩემო ბევრმა მეგობარმა შემეწყო ხელი, რომლებიც იმ დროისთვის უკვე მუსიკოსები იყვნენ და იმ დროისთვის ორი ადამიანი კლუბშიც უკრავდა. მაწვდენ ხოლმე ზოგადად საინტერესო მუსიკას. მუსიკის დიჯეინგი დავიწყე დაახლოებით 2003 წელი იქნებოდა. და საკმაოდ სერიოზულად დავინტერესდი დიჯეინგით. რამაც აი ზოგადად სწავლაზე და რაღაცებზე ძალიან დიდი ზეგავლენა მოახვედრა, იმიტომ რომ უფრო მეტ დროს უთმევდი მუსიკას, ვიდრე სწავლას და ასე შემდეგ სხვა რაღაცებს. სახში ვიყავ ნაკლებად, მეცადინეობდი ბევრად ნაკლებს და 24 საათი დროს უთმობდი მიქსინგის სწავლას. შემდეგ გავიცანი ჩემი მეგობარი, ჩემი უახლოესი მეგობარი ბაჩი, რომელთანაც გადავწყვიტეთ, რომ გაგვიკეთებია პროექტი სახელად Deforest, ალბათ ყველასთვის ნაცნობი პროექტია. 2007 წელში მოხდა ამ პროექტის შექმნა და 2007 წელში დავიწყეთ მუსიკის კეთება. მართალია ახლა ერთად აღარ ვართ, ანუ მოკლედ რო ვთქვათ, ბაჩი აგზავნებს მხოლოდ ამ პროექტში მოღვაწეობას. სტუდიაში ეხლა საკმაოდ დიდ დროს ვატარებ. ძალიან ბევრი ტრეკი მაქვს დაწყებული, ძალიან ბევრი დამთავრებული და ძალიან ბევრი დაუმთავრებელი და ბევრი კიდევ მუშაობის პროცესში. უბრალოდ ამ ბოლო დროს ისე მოხდა, რომ რელიზებს ნაკლებად ვაქვეყნებ. უფრო ამ ბოლო დროს ჰაუს მუსიკისკენ ვარ გადართული და ცოტა არეული მუსიკა გამოდის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ელემენტები არის სხვადასხვა მიმდინარეობის. უფრო ჩემ მუსიკას უფრო deep techno-ს უფრო უწოდებდი, ვიდრე სხვა რაღაცას. კონკრეტულად რო ვილაპარაკოთ. ზოგადად ჩემ საუნდს რაც შეეხება, ვთვლი რომ ცოტა დეპრესიულ მუსიკას ვაკეთებ და დეპრესიული საუნდი მაქვს, იმიტომ რომ ალბათ გარემო მოქმედებს ჩემზე, ზოგადად სადაც ცხოვრობ, ყოველდღიურობა, ზოგადად სხვა. ეს რა უფრო მოწყენილი მუსიკა გამოდის სულ რაღაცა. თუმცა ვცდილობ ხოლმე რომ რაღაც ხიარული გავაკეთო, მაგრამ აი ისე მოქმედებს ეს ირგული რაც ხდება ჩემზე, რომ ანუ სხვანაირი მუსიკა არ გამოდის. ალბათ ეს ყველაფერი, მე ამ ყველაფერს მოკლედ ამას ვაკვრალებ. მიმდინარეობები თავიდან უფრო მინიმალით ვიყავ, ანუ მინიმალისტური მუსიკა მიტაცებდა, უფრო მე და ბაჩიც მინიმალს ვაკეთებდით, მაგრამ უფრო ბოლოს უკვე მელოდიისგან წავედით და უფრო მელოდიური მუსიკით დავინტერესდით, რაც ეხლა ვფიქრობ, რომ ბევრად საინტერესოა მელოდიური მუსიკის კეთება, თუ ადამიანს აქვს მაგის ნიჭი, რომ აკეთოს ზოგადად მელოდიური მუსიკა რა.
ახსოვს ძალიან პატარა ვიყავი, ძალიან პატარაობის ასაკში ძალიან ბევრი ფესტივალი გამოვიარე. ბათუმიდან დაწყებული, თბილისში დაგრძელებული. რას ვიტყვი, საქართველოს ზოგადად ელექტრონული მუსიკაზე ვიტყვი იმას, რომ კარგად დავიწყეთ, რაღაც ეტაპი გაყინულები ვიყავით და ეხლა ისევ პროგრესი შეინიშნება და აშკარად განვითარებისკენ მიდის ეს ყველაფერი, რაც ძალიან სასიამოვნოა. უბრალოდ თვლი იმას, რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა არტისტი მოდის, ძალიან ბევრი კარგ მუსიკას აკეთებს, მაგრამ ეს ძალიან ბევრი არ ჩანს, იმიტომ რომ არ ვიცი რატო, მაგრამ არ ჩანს. ძალიან ბევრი კარგი ბავშვი არის, ვინც ძალიან მონდომებულია და ვინც ძალიან დიდ დროს უყურებს ზოგადად მუსიკის კეთებას, თუ დიჯეინგს, თუ მუსიკის ყიდვას, მოსმენას და ასე შემდეგ. თვლი რომ ეს ახალი ტიპები უნდა წამოვიდნენ, გამოჩნდნენ და მოკლედ რო ვთქვა, ძველმა ტიპებმა უნდა შეუწყოთ ამაში ხელი რა. არ მომწონს ერთი რაღაცა, რომ ან ყველა კლუბში თითქმის არა მარტო თბილისში და ვაშსა და საქართველოში თუ რამე ხდება, თითქმის ყველგან ერთ და იგივე დიჯეი უკრავს და აქედან გამომდინარე ერთ და იგივე მუსიკა უკრავს. არის ბევრი კარგი არტისტი, ვინც მართლა შედარებით სხვა საუნდს მუსიკას უკრავს, სხვა საუნდის მუსიკას აკეთებს, მაგრამ არ ჩანან უბრალოდ რა. რატო არ ჩანან? არ ვიცი რატო არ ჩანან. ალბათ ისევ კლუბების ბრალია რომ არ ჩანან. მუშაობ ალბომზე ახლა. ცოტა უფრო ალბათ ექსპერიმენტალ ალბომი იქნება და ცოტა სხვა მუსიკა იქნება. ვფიქრობ არა საცეკვაო მუსიკა იქნება. და მინდა რომ კარგი ალბომი გამოვიდეს, რასაც გულმოდგინეთ ვუსიوار და ვაკეთებ. სამომავლოდ არ ვიცი, რაღაც ვფიქრობ, რომ რაღაც კარგი მოხდება, ანუ არ ვიცი რა, ჯერ ვერ ვიტყვი მაგას, ალბათ უფრო მე მოგვიანებით გაიგოთ ამ ყველაფერს, მაგრამ რაღაც გეგმები მაქვს, რასაც აუცილებლად გავაკეთებ და განვახორციელებ. მინდა რომ ცოტა სხვა კუთხით მივხვდი ამ ყველაფერს და ცოტა სხვანაირად ვიმუშაო, უფრო აქცენტი მინდა გავაკეთო ლაივზე და არა დიჯეის სეტზე. ვფიქრობ ლაივის დაკვრა ბევრად საინტერესო იქნება ჩვენთვის ვიდრე დიჯეის სეტის, იმიტომ რომ ლაივის ინტერესიც ეგ არის, რომ მაქსიმალურად შემიძლია უთხრა მსმენელს ჩემი მუსიკით ისიც მას მე მინდა. ლაივი ძალიან დამეხმარება ამაში და ალბათ გავაკეთებ ახლა მომავალში კარგ ლაივს შემოგთავაზებთ.
მეოთხეჯერ ტრადიციულად ბათუმში ტარდება ეს ფესტივალი. უკვე ტრადიციული გახდა. წელს იყო ორი სიახლე, ეს იყო პარკური, რაც გუშინ ჩატარდა. და დღეს აი წყალში ხტომა, მე მგონი გუშინდელი და დღევანდელი ძალიან კარგი გამოვიდა. მთავარია უსაფრთხოდ დამთავრდა, არავინ არ დაშავდა და არც უნდა დაშავებული იყო, პროფესიონალები იყვნენ, მაგრამ ხდება ხოლმე. ძალიან ბევრი მაყურებელი იყო. ძალიან ისეთი სასიამოვნო და კარგი ხმაური შემოგვაქვს ამ პერიოდში აჭარაში ყოველ წელს უკვე და გავაგრძელებთ ამ ფესტივალს სულში. ხვალ არის დრაგი, მოტოდრაგი, მოტოციკლეტებით შეჯიბრი. და როლერები იქნებიან და სკეიტბორდისტები. ხვალა ძალიან დატვირთული და საინტერესო და სასიამოვნო დღეს ვპირდებით ბათუმში.